ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას რადიო იმედის არხზე. სერგო კობალავა უძღვები ამ სამედიცინო გამოშვებას ჩვენ იმედის კლინიკას ავერსის კლინიკასთან ერთად ვამზადებთ. დღეს 21 მარტია, შაბათი დღე. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, უახლოესი 9 საათის განმავლობაში ვიქნებით თქვენს გვერდით და გავაშერებთ ერთ-ერთ სამედიცინო საკითხს. ამ თემის წამოწევას ჩვენ აუცილებლად სტუმარი დაგვეხმარება, ხოლო დიალოგში თქვენც აქტიურად შეგიძლიათ ჩაერთოთ დასვა თემიდან გამომდინარე შეკითხვები. ტელეფონის ნომრები შეგახსენებთ 292 11 88 292 11 99. შეკითხვების გამოგზავნა ასევე შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით და იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდზე იმედის კლინიკა რადიო იმედი ეს არის ჩვენი მისამართი. ის შეკითხვები, რაც უკვე გამოგზავნილია თემის ანონსის შემდგომ აუცილებლად დასმული იქნება გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ მეგობრებო, დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ სისხლდენა ცხვირიდან. ჩვენ თავდაპირველად მოკლედ განვიხილავთ ცხვირის კაპილარული ქსელის შენების თავისებურებას, შემდგომ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ცხვირიდან სისხლდენის ყველაზე ხშირ მიზეზებზე, თავისებურ ფორმებზე, როგორ გამოვლინდება ცხვირიდან სისხლდენა, რა მოსალოდნელი გართულებებია ამ დროს და შევეხებით გადაცემის ბოლოს ცხვირიდან სისხლდენის დროს რა დახმარება უნდა გავუწიოთ პაციენტებს, პირველადი დახმარება და გარდა ამისა რა ოპერაციული და არაოპერაციული ჩარევა არსებობს ამ დროს და რა თქმა უნდა საპროფილაქტიკო რჩევები რადიო მსმენელებს. გალტონი თამილა შაიაშვილი, ავერსის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგია ჩვენი სტუმარი, მადლობას გადავხთ იმას მობრძანებისთვის, გამარჯობა. მოგესალმებით. გალტონი თამილა, თავდაპირველად რა თქმა უნდა მოდი ძალიან მოკლედ ვისაუბროთ ცხვირის სისხლის მიმოქცევის თავისებურებაზე და იმ კაპილარულ ქსელზე, რომელსაც მარაგდება ცხვირის ლორწოვანი გარსი და შემდგომ უკვე ძირითად საუბარზე გადავიდეთ. დიახ. მოგახსენებთ, რომ ცხვირის ასუნთქის სისტემის ნაწილია, მას სამწახნაგოვანი პირამიდის აგებულება აქვს. გარედან ის მოსაზღვრულია ცხვირის ფრთებით და ცხვირის ზურგით. თვითონ ცხვირის ღრუ გაყოფილია შუაზე ორ ნაწილად, ცხვირის ძგიდის საშუალებით და თითოეულ ნაწილში წარმოდგენილია ცხვირის ნიჟარები და სავალები. ცხვირის 3 ნიჟარა აქვს, ქვედა, შუა და ზედა. ქვედა დამოუკიდებელ ძვალს წარმოადგენს, ხოლო შუა და ზედა ნიჟარები ესენი არის ცხავიცვლის ლაბირინთის წარმონაქმნები და შესაბამისად აქვს ქვედა სავალი, შუა სავალი და ზედა სავალი. თვითონ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი იყოფა ორ ნაწილად, სასუნთქარეთ და საყნოსავარეთ. 2/3 არის სასუნთქი ნაწილი, წინა ნაწილია, ხოლო უკანა ნაწილი 1/3 უკვე საყნოსავარეს მიეკუთვნება. ლორწოვანი გარსი დაფარულია მოციმციმე ცილინდრული ეპითელიუმით, რომლის წამწამებიც მოძრაობს ქუანების მიმართულებით. ცილინდრულ უჯრედებს შორის ლორწოს გამომყოფი ფიალისებური უჯრედებია. სუბეპითელური შრე წარმოდგენილია შემაერთებელ ქსოვილოვანი კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოებითა და უჯრედებით. ამავე შრეში უხვადაა განვითარებული სისხლძარღვოვანი არტერიული და ვენური ქსელი. ცხვირის ძგიდის წინა ნაწილის ლორწოვანი გარსი შეიცავს უხვად განვითარებულ სისხლძარღვოვან წნულს, კაპილარულს, რომელიც შედგება გაგანიერებული არტერიული და განსაკუთრებით ვენური ქსელისაგან. ამ ადგილს კისელბახის ადგილს უწოდებენ და ეს არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც ვითარდება სისხლდენა, ეგრეთ წოდებული ეპისტაქსისი. ფუნქციური თვალსაზრისით რატომ არის აუცილებელი ცხვირის ლორწოვანი გარსის ასეთი უხვი სისხლის მიმოქცევა? ალბათ რაიმე დატვირთვა ამას აქვს. რა თქმა უნდა, ცხვირის ფუნქცია არის რომ ჰაერი გაათბოს, დაატენიანოს და ისე მიაწოდოს სასუნთქ სისტემას გაფილტრული ჰაერი. ამიტომაც არის რომ ცხვირის ღრუს ლორწოვანს აქვს გაფართოების და შეჭმუხნის უნარი, რის საფუძველზედაც ხდება აი ამ კაპილარების განვლადობის მომატება ან შემცირება შევიწროებისა და ჰიპერტროფიისა და შევიწროების ხარჯზე. ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია, ამიტომ არის ასეთი უხვი ვასკულარიზაცია. გონათამილა, ოტორინოლარინგოლოგიის პრაქტიკაში ცხვირიდან სისხლდენა რამდენად აქტუალური პრობლემაა?
ხშირია სისხლდენა. ამას ასაკი არ აქვს, შესაძლებელია ეს იყოს ბავშვთა ასაკშიც, მოზრდილებშიც და ხანში შესულ ადამიანებშიც. განსხვავება ის არის, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მიზეზები არის სხვადასხვა ხოლმე. ბავშვთა ასაკში ძირითადი მიზეზები უხშირესად რაც გვხვდება არის ხოლმე მწვავე რესპირატორული ინფექციის და მაღალი ჰიპერთერმიების დროს განვითარებული სისხლდენები და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სისხლდენებს მიაკუთვნება ესენი. შუახნის ასაკში ძირითადად ტრამვებით არის ხოლმე გამოწვეული სისხლდენები და ასაკობრივ ადამიანში არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული სისხლდენები. ეს ძირითადი ჯგუფები გამოიყოფა. მოდი ვცლად შევეხოთ ჩვენ აი მიზეზების დროს რა პრობლემები ვითარდება და რატომ აღმოცენდება სისხლდენა. ბავშვთა ასაკში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, ყველაში არ ავითარებს ამ გართულებას, მაგრამ გარკვეულ კონტინგენტში ცხვირიდან სისხლდენა ზოგჯერ საკმაოდ მასიური ვითარდება. რა არის ამ ყოველივეს მიზეზი? ეს სისხლდენები არის ძირითადად თალმხრივი ხოლმე და წარმოიქმნება ქერქი. ქერქის წარმოქმნის შემდეგ ბავშვები თვითონვე იძრობენ ან ქერქს, ან თავისით ძვრება და იქ ფაქტიურად უკვე ჭრილობა არის და აქედან იწყება ისევ სისხლდენა. ეს სისხლდენა არის ხანმოკლე და ხშირად ვითარდება, ვინაიდან შეხორცებითი პროცესები უჭერს რეგენერაცია უჭერს და რეციდივებს იძლევა ხოლმე ესეთი სისხლდენები. ესენი საშიში არ არის, ეს ფაქტიურად უმიზეზო სისხლდენა არის, რომელიც ადგილობრივი მიზეზით არის მხოლოდ განპირობებული. შესაძლებელია განპირობებული იყოს ცხვირიდან სისხლდენა სხვა სისტემური დაავადებებით გამოწვეული, რომელსაც უკვე დამატებითი გამოკვლევები ჭირდება და ამის სისხლდენის შეჩერების შემდეგ უნდა მოხდეს ძირითადი დაავადების ასე ვთქვათ განსაზღვრა და მოძიება. მართებულია თუ არა, რომ შეიძლება უხეშად დავყოთ ცხვირიდან სისხლდენის მიზეზები ორ ძირითად ნაწილად, ეს არის ლოკალური მიზეზები და ეს არის სისტემური მიზეზები. როგორც წესი, ალბათ ამეთანხმებით ლოკალური მიზეზები შედარებით ნაკლებად სახიფათოა. ამ შემთხვევაში თუ დაუშვათ არ არის მასიური ტრავმა და ამან არ გამოიწვია მასიური სისხლდენა. აი სისტემური მიზეზები ზოგი შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს და მათ შორის სიცოცხლისთვის ბევრად სახიფათო და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. სისტემური და ლოკალური სისხლდენები კლინიკური სურათის თავისებურებიდან გამომდინარე განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან და როდესაც ექიმთან მოდის პაციენტი სისხლდენის ცხვირიდან არსებობს თუ არა რაიმე მისათითებელი ფაქტორები, რაზეც ეყრდნობა ექიმი და ფიქრობს, რომ აი აქ რაიმე სისტემური და ძირითადი და მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა ეძებოს. ზუსტად ასე საზღვრავთ ჩვენ, როდესაც პაციენტს ვსინჯავთ, ეს არის ადგილობრივი მიზეზებით გამოწვეული თუ სისტემური დაავადებით გამოწვეული სისხლდენები. როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან და ვხედავთ, რომ ეს სისხლდენა არის უხვი, მოდის ორივე ნესტოდან და არა ერთი ნესტოდან. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, არის ქაფიანი, ეს სისხლდენა აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ და მიზეზად ჩავთვალოთ შუა და ზედა ნაწილებიდან ცხვირის სროს ზეგი დიდი სისხლძარღვებიდან მომდინარე სისხლდენად ან ფილტვებიდან მომდინარე, იმიტომ რომ ქაფიანი სისხლდენა არის უფრო ღრმა სტრუქტურებიდან მომდინარე. სისხლის შეფერილობის მიხედვითაც საზღვრავთ, შეიძლება ღვიძლის ან ელენთის დაავადებებმა, კუჭის, თორმოდგოჯანაწლავის დაავადებებმა გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენის იმიტაცია. მოდიოდეს ქვემოდან და პაციენტმა ნახოს, რომ ცხვირიდან მოდის სისხლდენა, ეს უფრო მუქი შეფერილობის სისხლდენა ვიდრე ალისფერი, როგორც დამახასიათებელია ცხვირიდან სისხლდენებისათვის. შესაძლებელია შეუღლებული იყოს ცხვირიდან სისხლდენა გრძილიდან სისხლდენასთან, საშვილოსნოდან სისხლდენასთან და ამ შემთხვევაში უფრო სისხლის დაავადებებისკენ მივდივართ და მას ვიკვლევთ სისხლის ჰემატოლოგთან ვაგზავნით და ვიკვლევთ სისხლის რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა სიტყვა მოიტანა დიაგნოსტიკური მენეჯმენტი პაციენტთან როგორ მიმდინარეობს პირველ ეტაპზე რა ხდება? პირველი ეტაპი ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება აუცილებლად. ეს იქნება მექანიკური შეჩერება მხოლოდ წინა ტამპონა და იქნება თუ უკანა ტამპონა და რაც გასაკეთებელია პირველი რიგის გადასაწყვეტი საკითხი ჩვენს წინაშე დგას ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება. მეორე ეტაპად უკვე ვიწყებთ სისხლის საერთო ანალიზის და კოაგულოგრამის გაკეთებას ყველა შემთხვევაში. შემდეგ უკვე ვაგზავნით ან კარდიოლოგთან ან ჰემატოლოგთან პაციენტს იმის განსაზღვრისთვის საიდან არის ეს სისხლდენა უკვე. აი სხვადასხვა სიტყვა მოიტანა კიდევ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს ალბათ ერთ-ერთი ცალკე ჯგუფია მედიკამენტებით გამოწვეული სისხლდენა ცხვირიდან. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვეობაში თუნდაც იგივე კარდიოლოგიური დაავადებები არის ძალიან ხშირი.
ეს ალბათ ცალკე კონტინგენტია პაციენტებისა, ვისთანაც შეიძლება განვითარდეს პაციენტები, რომლებიც მუდმივად იღებენ ვარფარინს ამ მსგავს მედიკამენტებს, ხშირად აქვთ ცხვირიდან სისხლდენები, იმიტომ რომ მათი სისხლი ასე ვთქვათ გათხელებულია, როგორც პოპულარულ ენაზე იტყვიან და ამიტომ სისხლდენის საშიშროების რისკი უფრო მაღალია. ამიტომ ურჩევთ ხოლმე რაღაცა შუალედები გავაკეთოთ თუ შესაძლებელია, ოღონდ კარდიოლოგთან შეთანხმებით. კონტაქტამილ არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული სპონტანური სისხლდენა, როდესაც ყელყურცხვირის ექიმი მიზეზს ვერაფერს ვერ ადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტს აქვს სისხლდენა, თუნდაც ძალიან ხშირი პრობლემა არის, მით უმეტეს წლის ცხელ სეზონზე, მზის სხივების ქვეშ ყოფნის დროს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგან გამოგვივლიდეს სისხლდენა. არის თუ არა ეგრეთ წოდებული სპონტანური სისხლდენები ცხვირიდან? არის, ხშირად არის, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში მზის სხივებით გამოწვეული და მზის დაკვრით გამოწვეული სისხლდენები, რომლის შეჩერებაც თვითონ პაციენტს შეუძლია და მარტივად შესაძლებელია, თავის უკან გადაწევით კი არა, პირიქით მჯდომარე პოზა უნდა მიიღოს პაციენტმა, ხელი უნდა დააჭიროს იმ მხარეს, საიდანაც მოდის სისხლი, 10-15 წუთის განმავლობაში და სისხლდენა უნდა შეჩერდეს. თუ არ შეჩერდა სისხლდენა, ურჩევთ პაციენტებს რომ წყალბადის ზეზანში დაასველონ მარლის ტამპონი და ჩაიდონ ცხვირის ყრუში და ასევე ზეწოლით განახორციელონ მიჭყლეტა სისხლძარღვისა და დაიტრომბება და აღარ წამოვა სისხლი. თუ მაინც არ ჩერდება სისხლდენა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე ექიმთან მიმართვას ურჩევთ და ექიმი გადაწყვეტს იქნება საჭირო თუ არა მოწვა ან წინა ტამპონადის ჩატარება და ისე შეჩერება სისხლდენისა. ჩვენ ზოგადად პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე გადაცემის ბოლოს კიდევ გავამახვილებთ ყურადღებას, დაახლოებით წუთნახევარი გვაქვს არჩენილი გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე. გართულებები ძალიან მოკლედ, რა შეიძლება მოხდეს ცხვირიდან არსებულ სისხლდენას, თუ ის მასიურია და თუ ის დროულად არ იქნა შეჩერებული? შოკი შეიძლება განვითარდეს პაციენტში ხანგრძლივი სისხლდენების დროს, შეიძლება ისეთი ანემია გამოვიწვიოს პაციენტმა, რომ შეუქცევადი იყოს პროცესები, შესაძლებელია ამ დროს გონების დაკარგვა, გულის წასვლა, ბევრი სხვა გართულება შეიძლება მოქცეს ცხვირიდან სისხლდენამ, ისეთი როგორიც არის ვთქვათ წნევის დაცემა. Ну, პრინციპში ალბათ ასეთ მძიმე გართულებამდე პაციენტი არ მიიყვანს საკუთარ მდგომარეობას, რადგან ეს უნდა იყოს მასიური სისხლდენა და ექიმთან არ მისვლა ალბათ გამორიცხულია ამ დროს. ჩვენ განვაგრძელოთ გადაცემის მეორე ნაწილში საუბარს ამ თემაზე, შეგახსენებთ ცხვირიდან სისხლდენაზეა საუბარი, ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი ქალბატონი თამილა შაიაშვილია, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. იმედის კლინიკა, სერგო კობალავასთან ერთად. გრძელდება მეგობრებო იმედის კლინიკა, ჩვენ საუბრობთ თემაზე ცხვირიდან სისხლდენა, ქალბატონი თამილა შაიაშვილია ჩვენი სტუმარი. მოდით ქალბატონი თამილა ჯერ იმ კითხვებს გადავხედოთ, რომლებიც იყო Facebook-ის საშუალებით მოსული. 10 წლის ბავშვს ხშირად უტყდება ცხვირიდან სისხლდენა, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა რჩევებს მოგვაწვდით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? დიახ, 10 წლის ბავშვს ხშირად თუ აქვს ცხვირიდან სისხლდენა, ეს არის ზუსტად კისელბახის კონის წინა ნაწილიდან მომდინარე სისხლის დენა, რომელიც პერიოდულად ვითარდება და რეციდიულ ხასიათს ატარებს. სისხლძარღვის კედლების გამვლადება მომატებულია და ამ შემთხვევაში ურჩევთ პაციენტს, რომ მიიღოს ასკორუტინის შუბის მედიკამენტი 2 კვირის განმავლობაში მაინც და ცხვირში ზღვის წყალი გამოიყენოს გამოსავლებათან შესასრულებლად, რადგან ჯობია დატენიანებული იყოს ცხვირის ღრუსლორწოვანი, რომ არ მოხდეს ქერქის წარმოქმნა და ხელახალი სისხლდენის განვითარება. საჭიროა თუ არა ამ დროს ყელყურცხვირის ექიმის კონსულტაცია უშუალოდ? თუ შეუპოვარი ხასიათი აქვს და გახანგრძლივებულია ეს სისხლდენა, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია, თუ ხანმოკლეა სისხლდენა და პერიოდულია ხასიათი აქვს, ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის. შემდეგ კითხვაზე ჩვენ პრინციპში გავეცით პასუხი მზიან ამინჩი მაქვს ცხვირიდან სისხლდენა, რას დავაბრალო? დიახ, ამის თაობაზე წინა ნაწილში უკვე ვისაუბრეთ, რომ მზის დაკვრამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ამ დროს კაპილარების გამვლადობა იმატებს და მზის დაკვრის შედეგად ადამიანი გრძნობს თავის ტკივილს, ყურებში შუილს და იწყება ცხვირიდან სისხლდენა. მუდმივად მაქვს ცხვირი გაჭედილი ვიყენებ გალაზოლინს, მის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ძალიან დამღალა, არის თუ არა რაიმე სხვა საშუალება დასახმარებლად?
გაჩნია მიზეზს, რის გამო აქვს ცხვირის გაჭედილობა პაციენტს აქრონიკულ რინიტზეა ალბათ საუბარი, შესაძლებელია ეს იყოს ცხვირის ძგიდის გამრუდების გამო, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ძგიდის გამრუდების გამო ცხვირიდან სუნთქვის გაძნელების ერთადერთი გზა მხოლოდ ოპერაციულია, ხოლო თუ არის ქრონიკული რინიტი, ამ რინიტს დადგენა ჭირდება, ეს არის ვაზომოტორული თუნდია, შესაძლებელია თუნდაც აი ესეთი მედიკამენტური რინიტი იყოს განვითარებული და ჩვენ ვურჩევთ, რომ არა მარტო სისწრაფთან შესავიწროებელი საშუალებებია სკალაზოლინი იქნება აქსილომეტაზოლინი თუ ოქსიმეტაზოლინი, მის გარდა გამოიყენოს ნიჟარების შესაჭმუხნად გამოსაყენებელი პრეპარატები, როგორიც არის კორტიკოსტეროიდულ მედიკამენტები, ნაზალური ფორმები. 40 წლის ქალბატონს ჰქონდა ცხვირიდან სიზილდენის რამდენიმე ეპიზოდი, რაც უმიზეზოდ განვითარდა, სიზილდენა შეჩერდა თავისით ექიმთან არ მივსულვართ, აუცილებელია თუ არა. 40 წლის ასაკში ცხვირიდან სისხლდენის მიზეზებს შორის უნდა იყოს არტერიული ჰიპერტენზია სავარაუდოდ. შეიძლება არ იყოს ეს ძალიან მაღალი ციფრები, მაგრამ ესეთი ესენციური ჰიპერტენზიას ეძახიან, როდესაც იწყება ხოლმე უკვე გადასვლა ასაკში და ამიტომ ურჩევთ მაინც ექიმის კონსულტაცია ჩაიტაროს პაციენტმა. გამიგია სურდოს და ცხვირის გაჭედვის დროს ძალიან კარგად მოქმედებს მარილიანი წყლის ჩაწვეთება, გვიჩვენთ თუ არა მეთოდს. კი. ეს მეთოდი მისაღებია. ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება თუ არა გამოიწვიოს ცხვირიდან სიზილდენის ეპიზოდები. შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ჰაიმორიტმაც, ფრონტიტმაც, ეთმოიდიტმაც, ვინაიდან ცხვირის დანამატღრუებში ანთებითი პროცესის განვითარების დროს ხშირად ცხვირიდან სისხლდენა ემართებათ პაციენტებს. და ბოლო კითხვა, ეფექტურია თუ არა ცხვირიდან სიზილდენის დროს ყინულის დადება და რა მექანიზმით ჩერდება ამ დროს სისხლი? ყინულის დადება რეკომენდირებულია ამ შემთხვევაში, სიცივე სისწარვებს ავიწროვებს და ამ დროს სისხლის დენა ჩერდება. ჩვენ დაახლოებით 3 წუთი გვაქვს, მაქსიმუმ 4 წუთი გადაცემის დასრულებამდე. რჩევები, მოდით კიდევ ერთხელ გამოვახილოთ ყურადღება. ცხვირიდან განვითარებული სიზილდენის დროს მით უფრო თუ სიზილდენა არის გამოხატული და მასიური, ექიმთან მისვლის ან სასწრაფოს მოსვლამდე რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს პაციენტმა ან მისმა ახლობელმა ცხვირიდან სიზილდენის შეჩერების მიზნით? დროებითი შეჩერების მეთოდები არსებობს. ეს არის მექანიკური ცხვირის ფრთაზე დავაჭერთ ძგიდესთან ხელს წინა ნაწილშივე და ესეთი მექანიკური ზეწოლით შეიძლება შეჩერდეს ცხვირიდან სისხლდენა, მექანიკური ზეწოლით თუ არ ჩერდება სისხლდენა, მაშინ თუნდაც მარილიანი ტამპონი ან კალციუმის პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონი ან წყალბადი ზეჟანგით გაჟღენთილი ტამპონი, ოღონდ ეს უნდა იყოს მარლის ტამპონი. 10-15 წუთის განმავლობაში უნდა გავიჩეროთ და შეჩერდება სისხლდენა. თუ მაინც არ შეჩერდა სისხლდენა, ამ შემთხვევაში ექიმს მივმართავთ, ან სასწრაფოს გამოვიძახებთ და შესაბამის პროცედურას ჩაატარებს პაციენტს ჩაუტარებს და გარდა მაგისა შეგვიძლია კიდევ მივმართოთ ისეთ მეთოდს, როგორიც არის ცხვირის ღრუს ლორწოვანის აშრევება, ასპისოვის მეთოდით ხდება ხრტილსაზრდელესა და ლორწოვანის აშრევება და სისხლდენის შეჩერება. ეს პატარა манипуляция ოპერაციული მეთოდი არის სისტემის შეჩერების. სისხლდენა ტრავმულია, ამ შემთხვევაში ალბათ მექანიკური ზეწოლისგან თავი უნდა შევიკავოთ. ტრავმული თუ რა თქმა უნდა, მექანიკურ ზეწოლას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ ტრავმული სისხლდენის დროს მაშინ მე ვხვდებით, რომ ეს სისხლდენა შეიძლება იყოს სხვადასხვა ადგილებიდან წამოსული და პირველ რიგში სისხლდენის შესაჩერებელი პრეპარატები შეიძლება დავიწყოთ. გავაჩეროთ სისხლდენა ისეთი მედიკამენტებით, როგორიც არის დიცინონი, ტრანესტატი და სხვადასხვა მედიკამენტები და ამ დროს ჩვენ პირველ რიგში ვაკეთებთ იმას, რომ ვიღებთ რენტგენოლოგიურ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ვადგენთ როგორია ტრავმა. მადლობ ჩვენ რადიო მსმენელი გველოდება, მოდით მოვისმინოთ კითხვა. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გისმენთ. მოგესალმებით. მახასეთ შეკითხვა. ცხვირის ზურგი აქვს პაციენტ შესიებული, განსაკუთრებით მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს. ვერ ეს ტკივილიანია, ნესტვეები ეწება. საკვების მიღების დროს იწყება ინტენსიური გამონადენი ლორწოვანი სითხის.
და ამასთანავე ეს ტკივილი გადადის შუბლის მიდამოებში. უკვე 6 თვეა რაც ეს გრძელდება და არის ძალიან საშინელი. ძალიან გთხოვთ რომ გამცეთ კვალიფიციური პასუხი, რადგან წინა გადაცემაში დაურეკერთ, რომელიც მოწეული იყო თქვენთან და გამოამჟღავნა აშკარა არაპროფესიონალიზმი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დასმული კითხვისთვის. მოდი ჯერ პირველ რიგში მე დავაზუსტებ, რომ ის ექიმები, რომლებიც მოდიან თუნდაც ჩემ გადაცემაში ყველა გამოირჩევა საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით, შესაძლებელია თქვენ ვერ იღებთ იმ პასუხს, რის მოსმენაც გსურთ, ერთი ძირითადი მიზეზის გამო. ეს არის რადიო გადაცემა და პაციენტის ინდივიდუალური გასინჯვის, გამოკითხვის და დათვალიერების გარეშე როგორი პროფესიონალის არ უნდა იყოს ექიმი, კვალიფიციურ პასუხს სამწუხაროდ ვერც ერთი ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ პაციენტი ვიზუალურად არ აყავს ნანახი, არ აყავს გასინჯული და რადიოს საშუალებით იმ პასუხის მოსმენა, რაც თქვენ გსურთ ძალიან რთული ეს პატარა რეპლიკა ჩემგან. რაც შეეხება რა შეიძლება უთხრათ. ეხლა ჩვენ რაც მოვისმინეთ სიმპტომები, რომ არის ცხვირის ზურგის მიდამოს შესიება, მტკივნეულობა და ლურწოს გამოყოფის გაძლიერება. ეს შეიძლება იყოს რბილი ქსოვილების დაზიანებითა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული, ან ცხვირის რომელი მიდამოზე ალაპარაკი ვერ მივხვდით, შეიძლება იყოს ორბიტალურ მიდამოშიაც ეს შესიება, როგორც აღნიშნა პაციენტმა, ეს არის ცხვირის გარეთა ნაწილები, ზურგის მიდამო, ეს წარმოვიდგინეთ. თუმცა საინტერესო იქნებოდა დარჩენილიყო ხაზზე გვეკითხა რენტგენოლოგიური გამოკვლევა თუ აქვს სახისძულების ჩატარებული პაციენტს და არის თუ არა იქ რაიმე დაზიანებები, ან ეხოსკოპიითაც შეიძლება დადგინდეს იქ რბილი ქსოვილების ქვეშ როგორი სტრუქტურა არის, რატოა ეს შესიება. შეიძლება მხოლოდ ანთებითი პროცესები არ იყოს და რაიმე სხვა მიზეზებიც თაც იყოს ეს გამოწვეული, ან სულაც კანის დაავადებით იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც მინიმუმ შეგვიძლია ურჩიოთ ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები, იგივე ანტიჰისტამინური მედიკამენტები, რო შეშუპება მოიხსნას და სეკრეტის გამოყოფაც შემცირდება. და აუცილებლად თუ არ არის გაკეთებული სახისძულების რენტგენოლოგიური პირველ რიგში რენტგენოგრაფია უნდა ჩატარდეს. ოტორინოლარინგოლოგთან კონსულტაცია როგორც მინიმუმ ამ შემთხვევიდან გამომდინარე. მე მანიშნებენ ჩვენ გადაცემა თითქმის დავასრულეთ. მე შეგახსენებთ დღეს საუბრობდით თემაზე ცხვირის ლორწოვანი გარსი და ცხვირის ლორწოვანი გარსიდან განვითარებული სიზღოდენები. თამილა შაიაშვილი, ავერსის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და გემშვიდობებით. ჩვენ კი ამით ამოწუროთ დღევანდელი გამოშვება. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.